მოგესალმებით კოლეგები. Კორუმი გვაქვს, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგში გათვალისწინებული გვაქვს ერთი ინიციატივა, ეს არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიცირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავმდენ ცვლილებებთან ერთად მეორე მოსმენით გაჩქარებული წესით ვიხილავთ. ვთქვათ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ამ საკითხის მოხსენებელი გთხოვთ ბატონო. კოლეგებო, განვაგრძოთ მუშაობა, განვიხილავთ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და ამავე პაკეტში შემოვალ სხვა კანონ პროექტებს. ბატონი არჩილი გახლავთ მომხსენებელი ამ საკითხზე, მეორე მოსმენის რეჟიმში განვიხილავთ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას და შესაბამისად გთხოვთ, რომ მუხლობრივად მივყვეთ, თუ რა თქმა უნდა წინასწარ ბატონო არჩილ თქვენ არ გსურთ არა, ვადლობთ, საერთოდ მეორე მოსმენით განხილვისათვის, შესაბამისად პუნქტობრივად მივყვეთ და თუ სადმე ცვლილება იქნება, გაგაცნობთ. კი ბატონო, მივყვეთ, ესე იგი მუხლობრივად. პირველი არის ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლის პირველი აქვე კოლეგებთან მექნება შეთავაზება და თხოვნა, რომ თუ კი იქნება შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება, გვაცნობოთ ამის თაობაზე, სხვა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ასეთი არ არის და მივყვებით შესაბამისად პუნქტებს. პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ცვლილების გარეშე. მეორე პუნქტი, მეორე პუნქტი და მესამე პუნქტები გააერთიან და ერთად შინაარსის უცვლელად და შესაბამისად გადანომრვაც მოხდა სხვა პუნქტებისაც. გასაგებია, შესაბამისად მე მივყვები ძველი ნუმერაციის მიხედვით, მაგრამ ეს შენიშვნა თავისთავად გასაგებია. მეოთხე პუნქტი, ცვლილების გარეშეა. მეხუთე, ცვლილების გარეშე. მეექვსე, ანალოგიურად. მეშვიდე, ანალოგიურად. მერვე, დიახ, ცვლილების გარეშე. მეცხრე, ცვლილების გარეშე. მეათე, წარმოდგენილი რედაქცია. მეთერთმეტე, ინიცირებული ვერსია ზუსტად. კი ბატონო, მეთორმეტე, ანალოგიურად. მეცამეტე, აქაც. მეთოთხმეტე, მე-14-ში რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით ჩანაწერი იცვლება, მეორე პუნქტის გეგმე პუნქტი ყალიბდება, შემდეგი რედაქციით ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას. გასაგებია, მე-15 პუნქტი, ცვლილების გარეშე. მე-16, მე-15-ში უკაცრავად მეორე, რომელიც გულისხმობს 32 პრიმა მუხლის დამატებას, აქაც მეორე პუნქტში ემატება აქვე პუნქტი მონაწილეობს საქმეთა განხილვაში თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით. ის თქვენ საუბრობთ მე-15 პუნქტზე, ხო? დიახ, მე-15-ში. მე-16 პუნქტი, ცვლილების გარეშე. მე-17, ანალოგიურად. მე-18, მე-18-ში შესაბამისად საკანონმდებლო ტექნიკიდან გამომდინარე საჭიროებდა 37 მუხლის მესამე პუნქტის ამოღებას, ხოლო მეოთხე პუნქტი შესაბამისად ჩამოყალიბდა იგივე რედაქციით ცვლილების გარეშე პუნქტების გადანომრვა მოხდა. კი ბატონო, შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები არ ფიქსირდება ამ ეტაპისთვის. მე-19 პუნქტი, 19-ში ცვლილების გარეშეა. მე-20, მე-20 ცვლილების გარეშე. 21, ანალოგიურად. 22, ანალოგიურად. 23, ანალოგიურად. 24, აქაც გადანომრვა მოხდა, უბრალოდ გაერთიანდა პუნქტები და სხვა ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ნუმერაციაზე გაისახება. 25, 25 ცვლილების გარეშეა. კი ბატონო. 26, ანალოგიურად. 27, ცვლილების გარეშე. 28, ცვლილების გარეშე. 29, ანალოგიურად. 30, 30-ში ცვლილება არ განხორციელებულა. 31, ანალოგიურად. 32 პუნქტი, პირველი მოსმენით მიღებული ტექსტია. 33, 33-შიც. 34, ანალოგიურად. 35, აქაც. 36 პუნქტი, 36-ში ცვლილება არ გახლავთ. შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები კვლავ არ არის. 37, ცვლილების გარეშე. 38, ცვლილების 39, 39-შიც არ არის ცვლილება. მე-40, მე-40-შიც ცვლილება არ გახლავთ. 51, 51-ის და 52 ცვლილების გარეშეა.
კი ბატონო, 43. 43-შიც ანალოგიურად. 44. 44-ც ანალოგიურად ცვლილების გარეშე. 45. ცვლილების გარეშე. 46. 46-ე, რომელიც გულისხმობს 72-7 პრიმას. ხომე სია ბატონო თორნიკე. 46-ე, ანუ დარიგებულ რედაქციაში არის 72 მე-7 პრიმი? დიახ. აქ გვაქვს ცვლილება სათაურში ჯამატებულია ან სხვა ნებისმიერი პირი და ამავდროულად კიდევ ერთი პუნქტი არის ჯამატებული 72 მერვე პრიმა მუხლის ჩამოყალიბებაც ხდება ახალი რედაქციით, სადაც სხვა ნებისმიერი პირის ჩამატება ხდება. ასე გებია. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. 47 პუნქტი. ცვლილების გარეშე. 42. ანალოგიურად. 49. აქაც ცვლილება არ არის. 50. ცვლილების გარეშე. 51. ცვლილების გარეშეა 51 და 52. 52 ცვლილების გარეშე. 53 პუნქტი. ცვლილების გარეშე. 54. ანალოგიურად. შემდეგ 55 პუნქტი. აქაც ცვლილების გარეშე. შეკითხვები, მოსაზრებები, შენიშვნები არ არის. 56. ცვლილების გარეშე. 57. შეცვლა არა. 58 პუნქტი. არის ცვლილება აქაც. შემდეგ 59 პუნქტი. 59 პუნქტს რაც შეეხება, აქაც არ გვაქვს ცვლილება. მე-60. მე-60 ცვლილების გარეშე. 61 პუნქტი. ცვლილების გარეშე. 62. აქაც და 73-შიც. და 73 ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის დარბაზიდან. მეორე მუხლთან მიმართებით თუ არის ცვლილება? მეორე მუხლთან მიმართებით, სანამ მეორე მუხლს გადავართ, პირველ მუხლშიც ერთი ცვლილება არის დასასახი, რომელიც აისახება პლენარ სხდომაზე წარსადგენ ტექსტში. მოსამართლეებისთვის სხვა სარგებლის თაობაზე, მათ შორის აკადემიური პედაგოგიური საქმიანობასთან დაკავშირებით თანხმობას გასცემს წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი, ხოლო თავაზობთ, რომ შეიცვალოს აღნიშნული საკითხი და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ლოგიკური და სწორია. ანუ კოლეგიური წესით იქნება გადაწყვეტილება მიიღოს გადაწყვეტილება. კი. კი ბატონო. და შესაბამისი ცვლილებებიც აისახება ტექსტში. ამავდროულად, მეორე ორგანული კანონის პროექტის მეორე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს იმ დაგვარად, რომ საქართველოს საერთო სამართლობის მოსამართლეთა მიმართ არ გავრცელდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2025 წლის 1 აპრილის მეორე მუხლის მოქმედება, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ მოსამართლეებს, რომლებიც ეხლა იღებენ სხვა სარგებელს 2025 წლის 1 სექტემბრამდეც მოუწევთ, რომ მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხმობა მიიღონ აკადემიურ პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამავდროულად კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით და შესაბამისი ცვლილებები არის, რომ მე-7 და მე-8 პუნქტებიც ამოღებულია მერვე მუხლიდან, რასაც თავისი ლოგიკა და დასაბუთება აქვს, იმიტომ რომ მოსამართლეს მაღალი სტატუსიდან გამომდინარე და ყველასათვის ცნობილია, რომ უმრავლია საქმეთა რაოდენობა, რომელიც თითოეულ მოსამართლეს აქვს განსახილველად, შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამავდროულად უზრუნველყოფს გამართულ საქმიანობას, მისი ვალდებულება არის მართლმსაჯულების სისტემის გამართული საქმიანობის ხელშეწყობა და ამიტომ სხვა სარგებლის მიღება თავარი ფუნქცია, რაც თავარია მოსამართლესთვის არის სასამართლოში საქმიანობა და საქმეების განხილვა და სხვა დამატებითი საქმიანობა კანონით არ აუგზავნები, ხელს არ უნდა უშვილდეს მის თავარი ფუნქციის მართლმსაჯულების განხორციელებას და სწორედაც ამიტომაც არის შემოთავაზებული, რომ თანხმობის მექანიზმი იყოს ჩადებული. გასაგებია, ხომ არ არის ამ საკითხებზე დამატებით კომენტარები, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები? ასეთი არ ფიქსირდება. მეორე მუხლზე ბატონო არჩილ ვისაუბრეთ დიახ უკვე. თქვენ პრინციპში ისაუბრეთ მე-3 მუხლთან დაკავშირებით. გარეშეა და ამავდროულად მე-3 მოსმენისთვის ამოქმედების ვადები დაკორექტირდება, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური უქმდება 1 სექტემბრიდან და შესაბამისად ამოქმედების მუხლი, მე-3 მუხლი საჭიროებს ცვლილებას კორექტირებას, რომელიც მე-3 მოსმენაზე აისახება. გასაგებია, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები კვლავ არ არის.
შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო კანონის პროექტზე ამავე პაკეტში, რომელიც არის ეს არის საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი ცვლილების გარეშე გახლავთ. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის. მეორე მუხლი ანალოგიურად ცვლილების გარეშე. კი ბატონო, შემდეგი გახლავთ იარაღის შესახებ. დიახ. წარმოადგენენ კანონ პროექტში ცვლილება არ განხორციელებულა ბატონოს თომის თავმჯდომარე. კი ბატონო, მომდევნო კანონის პროექტი, ესე იგი უბრალოდ მუხლობრივად რომ მივყვეთ. კი. ესე იგი ეს არის პირველი მუხლი ცვლილების გარეშე, როგორც ბრძანეთ და ასევე მეორე მუხლი ცვლილების გარეშე, ხო? კი ბატონო. შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. მომდევნო ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი ცვლილების გარეშე. მეორე მუხლი ანალოგიურად ცვლილების გარეშე. კი ბატონო, შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის. შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი პირველ მუხლში გახლავთ ცვლილება ისევ და ისევ რათა საქართველოს პარლამენტის შესაბამისობაში მოვიდეს საერთო სამართლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის პროექტთან. მიზანშეწონილია რომ 196 პარლამენტის რეგლამენტის 196 მუხლის მეორე და მესამე და მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ანალოგიური ცვლილებები რაც არის სამართლობის შესახებ ორგანულ კანონში ხორციელდება, განხორციელდეს პარლამენტის რეგლამენტშიც და ასახული არის უკვე ეს ყველაფერი ტექსტში. ხომ არ არის შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება? ანალოგიური ცვლილებები საჭიროებს 207 მუხლშიც და ესეც წარმოდგენილი არის ტექსტში. გასაგებია, რეგლამენტის პროექტის მეორე მუხლი ცვლილების გარეშე ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით ახაც თუ იქნება საჭიროება რომ გადაიხედოს, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენის პარაგრაფში მოხდება გადახედვა და ჩასწორება. შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება დარბაზიდან არ არის. ბატონო არჩილ, ხომ არ გსურთ დასკვნითი სიტყვით ისარგებლოთ? რაიდან კომენტარები არ არის? კეთილი, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განხილულია და შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნული საკითხი არის კენჭისაყრელი. კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ მხარი საერთო სამართლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოქმნილ საკანონმდებლო ინიციატივას? წინააღმდეგი არავინ, შესაბამისად გადაწყვეტილება არის ერთხმად მიღებული, მხარდაჭერილია შესაბამისი კანონის პროექტი მეორე მოსმენით. ამით კომიტეტის დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია. მადლობთ მუშაობისთვის.